მან მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მხოლოდ ნამდვილ გმირს შეუძლია. მე უნდა წავიდე მარტო, თქვა მან, რადგან მეგობრებთან ერთად უნდა ვიყო, თუნდაც სიკვდილში. ანისის მოედანზე მისულმა საზარელი სცენა იხილა. გაშიშვლებულნი, თოკებით შეკრულნი, ძით დახრუკულნი და მწერებისგან ხორცდაგლეჯილნი ისხდნენ ქართველები. მაგრამ თვალებში ცეცხლი არ ჩამქრალიყო, არც შიში ჩანდა იქ, მხოლოდ ღირსება კრთოდა მათ მზერაში. არ შეიძლება რომ ჩემი ძმები იტანჯებოდნენ და მე მათთან არ ვიყო. გაიძრო მოსასხამი, მოიხსნა ბეჭდები, საკუთარი ხელით წაისვა თაფლი და მათ გვერდით დაჯდა. თითქოს სულიერად განათდა იმ დღეს ერი. ერთი ქართველის ტკივილი ყველას ტკივილად იქცა. როცა ნოინმა ეს გაიგო, გაოცდა. კითხა მას, რად მოიქეცი ასე? შენ ხომ თავისუფალი იყავი? მან კი მიუგო. ისინი უდანაშაულონი არიან. თუ მათი დასჯა სამართლიანია, მეც მათ გვერდით უნდა ვიდგე და თუ უდანაშაულოთა სისხლი უნდა დაიღვაროს, დაე მე ვიყო პირველი. ნოინი გაჩუმდა. წამით თითქოს ადამიანური ნაპერწკალი აენთო მის თვალებში. შემდეგ კი თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. ქვეყანას, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, ვერავინ და ვერაფერი დააჩოქებს. ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რამ გადაადგმევინა ნოინს ეს ნაბიჯი, მაგრამ მან გაათავისუფლა ქართველები. მათი მხსნელის მაგალითმა მარტო ისინი კი არ გადაარჩინა, არამედ გადაარჩინა ქვეყნის სული, ერთგულებისა და ღირსების სული, რომელმაც შემდეგ საუკუნეებშიც კიდევ არაერთხელ გამოაღვიძა ჩაგრული და გახლეჩილი საქართველო. მათ ისევ გააერთიანეს ქვეყანა, აღადგინეს ძმობა. მონღოლთა უღელი კი, როგორც ქარმა მტვერი, ისე გაფანტა ქართლის ველებზე. ეს კაცი გახლდათ ცოტნე დადიანი და არ მოკვდება საქართველოს, სანამ მას ეყოლება ცოტნე დადიანის მსგავსი შვილები. თქვენ კი მოიწონეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამბები ქართველთა გმირობაზე.